ქალაქის უბნებში ხშირად ნახავთ მიუსაფარ ცხოველებს, ხანდახან რამდენიმე ერთად გადაადგილდება, სადაც მეტი ადამიანი ცხოვრობს და მეტი ნარჩენებისა და საკვების პოვნაა შესაძლებელი მიუსაფარი ძაღლებიც თავს იქ იყრიან. დაშინელება. ბავშვებიც ვერ დადიან ველოსიპედით დაზდევენ უკან უყინა ფეხს. ავადმყოფი ძაღლები საშინელ მდგომარეობაში გამოიყვნენ. ჯანმრთელები რო იყვნენ კიდე კარგია, მაგრამ საშიშროებას უქმნის მოსახლეობას. იყო ქუთაისში ძაღლების ის თავშესაფარი, კურნალობდნენ. სანამ ასე მდგომარეობამდე მივიდოდნენ, აღარ წამლებს გვაძლევენო და ფინანსებაც არ გვაქვს და აღარ მიყავთ. გადმოსხავენ სოფლებიდან ძაღლებს და არის სავსე აკაურობა. ძაღლი რას ერთი წავა მეორე მოდის, თვითონ მოდიან, არ ვიცი ახლა. ჩვენ რაც შევიძლია შევაჭმევთ, მაგრამ სად იმის სახლია ჩვენი სად რა უნდა გოგეთო ხან ისეთი რომ იყოს იმაში არ ვიცი. გვაქვს პატარა სახლები და არის გაკეთებული გვაქვს. არ ასე რომ მოსული ძაღლი რო ვარჩინოთ, ახლა მაგისანა არა. ზესტაფონი ბუნებრივი ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის, რომელსაც ეს პრობლემა აქვს. ამის თაობაზე კითხვები ყველას აქვს, თუმცა ეს ჯერჯერობით გადაუჭრელია. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს ხდომაზე არაერთხელ გამხდარა ეს საკითხი განხილვის თემა. ჯერ კიდევ 2 წლის წინ ბიუჯეტის განხილვის დროს, როდესაც მივიღეთ დაპირება, რომ აუცილებლად ამ საქმეს მივხედავდით, მაგრამ ის მე 2 წელი გავიდა. მე მესმის, რომ ეს რთული თემაა და მარტო ზესტაფონის ბიუჯეტმა შეიძლება ეს ვერ გააკეთოს, მაგრამ მე უბრალოდ ვითხოვ რას, რომ რაღაც გეგმა ჩამოყალიბდეს. თავშესაფარზე თუა საუბარი მიწა გამოიყოს, არის ზესტაფონის რაიონში თავისუფალი მიწები, სადაც შეიძლება თავშესაფრისთვის მიწა გამოიყოს. არის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და შეგვიძლია ისინი ჩავრთოთ. ბევრი მოქალაქეც არის, რომელიც ითხოვს, რომ აი ჩვენც რაღაცით შემოვალ და დაგეხმარებთ, თავარია ეს საქმე დაიძრას. ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს გარკვეული გეგმები, ალბათ, როგორც გამცა პასუხი ბატონმა გელაჯუღელმა, მაგრამ ჩვენც რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თორე უკვე არ ვიცი, მარტო მე უბრალოდ ეს რახან ერთხელ გავაჟღერე, მივყვები, თორე დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩემ კოლეგას და ზესტაფონის თითოეულ მოსახლეს აწუხებს ეს საკითხი უკვე აუტანელი ხდება რა. ძალიან საცოდავი ცხოველები ცალკე არიან შესაძოდი. აქეთ მოსახლეობა წუხდება, ბავშვი ეზოში ვერ გაგიშვია, ღამე მანქანას დაძდევენ 10-12 ძაღლი ყეფაყეფით და იქ ფეხით მოსიარულის გავლა როგორ წარმოგიდგენიათ, ნუ არ ვიცი. ფაქტია, რომ რაღაცა უნდა გაკეთდეს. მე პირადად ამ მომენტისთვის იმედის გარდა არაფერი არ მაქვს, რომ რაღაცა იქნება. კონკრეტული ნაბიჯი ჯერ არ ჩანს. გიორგობიანმა შეხვედრა, ერთი ჩატარდა თბილისში და მეორე ჩატარდა ქუთაისის სამხარეოში, გუბერნიაში. რა თქმა უნდა, ორივე მეწმუნილი იყო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სადაც განიხილებოდა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა. პროექტი არის საკმაოდ სოლიდური, იქ ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც, დონორი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღო აღნიშნული პროექტების განხილვაში. საუბარი იყო, დიახ ბატონებო, დაწყებული არის საუბარი, რომ თვითონ გუბერნიაში, ქუთაისში მოეწყოს ძირითადი თავშესაფარი და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში ლოკაციური ხასიათის და მუშავდება, რა თქმა უნდა, მისი შესაბამისი პროექტი. მე წინაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობდით, ბატონო უჩამაშვილიც განაცხადა და ეხლაც ვამბობ, რომ მაგენი ევროსტანდარტებს ექვემდებარება და ჩვენი საპროექტო ორგანიზაციები ჯერჯერობით არ არიან და 100-იან ბოილერის ზომები ახლა ცხოველთა მიმართებაში ესენი არ არის ჯერჯერობით ჩვენამდე, არ გვაქვს არა ჩვენ საპროექტო ორგანიზაციებს და ამ კუთხით ჩვენც ძალიან მოვიკოჭლებთ ჩვენი საპროექტო ორგანიზაციები არ გვაქვს და ვერ ვიწყებთ ვერანაირ მცირედი ზომის თავშესაფრის მშენებლობასაც მაინც. ერთადერთი არის, რომ ჩვენთან რამოდენიმე მოქალაქე კერძო ფირმა მოგმართა, რომელსაც გვინდა შევუწყოთ ხელი და მათ შექმნა გაცილებით უფრო უკეთესი იქნება კომერციული სტრუქტურა იქნება, თუ მათ პირად ნებას და იმას გამოხატავენ ცხოველების მიმართ კეთილდამოკიდებულებას, რომ ჩვენ მზად ვართ მათ შევუწყოთ ხელი მშენებლობაში და როგორც ასეთი სახელმწიფო მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ამ ეტაპისათვის მოგახსენეთ კიდევ ერთჯერ განმეორდები, რომ ქალბატონ ძიას ორჯერ ჰქონდა შეხვედრა
ადგილობრივი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ქუჩის ცხოველების უკონტროლო გამრავლების წინააღმდეგ გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. 2024 წელში ჩადებული ჰქონდა ძაღლების ესე იგი მომსახურებისათვის დაკონსტრუქცია ჩატარებოდა და ასევე მკურნალობა მიუსაფართ ძაღლებს. ჩადებული იყო მასში 10,855 ლარი და დღეს მდგომარეობით გახარჯულია 9,018 ლარი. დარჩენილია კიდე დაახლოებით წლის ბოლომდე გავიყვანთ 11 წამს, რომლებთასაც ჩაუტარდებათ ეს მომსახურება და მკურნალობა. 2025 წლისათვის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული გვაქვს 4,000 ლარით ვსედირ ბიუჯეტს და 15,000 ლარით იქნება გათვალისწინებული და გამოყენებული. ერთი ძაღლის მომსახურებაში წელს ვიხდით ჩვენ 167 ლარს. გაკავს ოზურგეთის ფირმას, ვინცაა გამარჯვებული, უტარდება კონსტრუქცია, მკურნალობენ და დაახლოებით 10 დღის განმავლობაში აბრუნებენ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც აიყვანეს. ვიდეო კამერების წინაშე ხდება ამ ძაღლების აყვანა, მიყვება ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენი სამსახურიდან მოადგილი სპეციალისტი, ვათვალიერებთ, რომელი ძაღლებიც არის უბირკოთ ქალაქის ტერიტორიაზე და ვთვლით საჭიროდ, რომ მას ჭირდება მკურნალობა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ იჭერენ და მიხავთ ჩვენთან შეთანხმებას. ცხოველთა დამცველებმა, რომელთანაც კომუნიკაცია გვქონდა სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია, კასტრაცია უფრო აქტიურად იწარმოებს და ცხოველის შინიდან გამოგდებისა და მისი მიტოვების ფაქტებზე ჯარიმა დაწესდება, პრობლემა თანდათანობით მოგვარდება. პრეზიდენტის ასარჩევად საარჩევნო უბანი პარლამენტის ხდომათა დარბაზში მოეწყობა. პროცესი კი ცესკო წარმართავს. არჩევნები 14 დეკემბერს დილით 9 საათზე დაიწყება და 14 საათისთვის დასრულდება. საარჩევნო კოლეგიაში ქართულ ოცნებას 211 წევრი ჰყავს. კოლეგია კი 300 წევრისგან შედგება. პროცესი როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ტრანსლირებული იქნება. შეგახსენებთ, პრეზიდენტის პოსტზე ქართული ოცნების კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია. სალომე ზურაბიშვილის ფიცის თანახმად მისი პრეზიდენტობის 6 წლიანი ვადა ოფიციალურად 16 დეკემბერს იწურება. ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს. ახალი პრეზიდენტის არჩევნები დიდი ალბათობით დედაქალაქში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე ჩაივლის. ლიდერ არჩევნებს, ამაზეც მინდა რომ საზოგადოებას მოკლედ აუხსნა ტექნიკურად ასე ვთქვათ, როგორ მიმდინარეობს. პრეზიდენტის არჩევნები პირველად ჩვენს ისტორიაში ჩატარდება არაპირდაპირ გზით, რაც დაახლოებით გავს ამერიკულ, გერმანულ წესს პრეზიდენტის არჩევისა, როდესაც საარჩევნო კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს. საარჩევნო კოლეგია შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით: აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი და 109 წევრი საკრებულოების წარმომადგენლები, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არის გადანაწილებული. რას ნიშნავს ეს დღევანდელი კოლეგიისთვის? ამ 300 წევრისგან, კოლეგიის 300 წევრისგან დღის მოცემულობით 211 წევრი ყავს ქართულ ოცნებას, 20 წევრი ყავს პარტია ახალს, 20 წევრი ყავს ნაციონალურ მოძრაობას, 15 წევრი ყავს ლელოს, 14 წევრი ყავს გახარიას პარტიას, 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან, როგორც იცით, ვინაიდან არჩევნები არ ტარდება, იქ პარტიული კუთვნილება არ არსებობს ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური რეალობით რომ შევხედოთ. შესაბამისად, საქართველოს ქართულ ოცნებას საარჩევნო კოლეგიაში 300 წევრიდან ყავს 211 წევრი, ხოლო ოპოზიციას ჯამურად ყავს 79 წევრი და 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან. როგორც იცით, რაც შეეხება ქართული ოცნების მან ასე ვთქვათ შემადგენლობას,
მე ვახსენე რომ ამ 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან რომელიც კოტები შესაბამისად გადანაწილდა CSKO-ს მხრიდან 109 წევრიდან 54 იყო ქართული ოცნების 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგენეს საკუთარი წარმომადგენლების საკრებულოებიდან და შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად გადანაწილდა სხვა პარტიაზე შესაბამისად ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ აითვისა ეს კვოტები. თუმცა კიდევ ერთხელ ხვალიდან არჩევნებში 69 წევრი საარჩევნო კოლეგიისა არის ოპოზიციიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები. რაც შეეხება თავად პროცედურას, ხვალ 9-დან 2 საათამდე 5 საათის განმავლობაში იქნება არჩევნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში, არჩევნებს ჩაატარებს CSKO, სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი, ასე ვთქვათ, და მთლიანად CSKO წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას, კენჭისყრა გახლავთ ღია, ანუ არ არის ფარული და შესაბამისად ამ მხრივ ღია არის კენჭისყრა და სახელობითი. შედეგები 2 საათზე დასრულდება არჩევნები და შემდეგ უკვე CSKO-ს ხდომას ჩაატარებს, რომელიც ასევე საჯაროდ გადაიცემა. მთლიანად ეს პროცესი იქნება ტრანსლირებული ჩვენი არქივის მეშვეობით. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შეიქმნა ახალი ტრენინგი, რომლის მიხედვითაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმებისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით გავრცელებული გადაუდებელი მდგომარეობის მართვის კურსი. სამთლიანი კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სისხლების მართვა, ტამბული პაციენტის შეფასება და მართვა, შოკური მდგომარეობის შეფასება და მართვა და ასევე სხვა მნიშვნელოვანი ძირითადი საკითხები. ტრენინგი მიზნად იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვადასხვა დაწესებულების ექიმების პროფესიულ განათლებას. ჩატარდა 3დღიანი ტრენინგი, რომელიც ეხებოდა გადაუდებელი მდგომარეობების მართვის პრინციპებს და თავისებურებებს. შევეხეთ ყველა გადაუდებელ მდგომარეობას, გამოწვეულ გულ-სიზარდთა სისტემით, რესპირატორული სისტემით, შოკებით, რაც შეიძლება მათ დაჭირდეთ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. განვიხილეთ ამ მდგომარეობების დიაგნოსტირების და მართვის პრინციპები, ჰქონდა პრაქტიკული სამუშაოები, სავარჯიშოები, სადაც აეუფლნენ ამათვი მანიპულაციის კეთების ტექნიკა.